ასეთი ჩამოწერილი ხანეთი მირეკავს, ხან მეორე, ხან ერთი შემოდის. ამოდიო და მოკლედ იმას უნდა გავიხადო რა. დღეს თქვენ რომელსაც ძალიან მილოდით და სიჩქარობთ, რომ დედა როდის წავიდეს გახდეთ. როდის დავამთავრე, ავიღალეთ ამ სკოლით, მაგრამ აქ დავთავრდა ბავშვობა. ძალიან რთულ გზას შევუტექით და მინდა გისურვოთ ამ რთულ გზაზე ძალიან დიდი წარმატება. აშკარად არ აქვს. დაცემაც ბევრი იქნება, თავარია წარმოდგენაც. შეცდომები ძალიან ბევრი უნდა დავუშვათ, იმიტომ რომ სხვა შეცდომებზე არ ვსწავლობ, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ. და ისურვებთ, რომ ეს გზა გაიაროთ სიყვარულით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იყავით ყოველთვის მადლიერები, გიყვარდეთ ერთმანეთი და ყოველთვის გქონდეთ მიზანი. ბევრი ოცნებოთ და ამოცნებებიდან მე მიზნები დაესახეთ და იბრძოლეთ სული ცხოვრება ბრძოლა და იბრძოლეთ ყველა მიზნის მისაღწევად. მე შორიდან გადავედებთ კურსი, თქვენს წარმატებას ვიამაყებ, ვიტრაბახებ. თქვენც უნდა იამაყოთ, იმიტომ რომ ნამდვილად ყველას არ აქვს ისეთი სკოლა, როგორც ჩვენ გვაქვს. ნამდვილად ძალიან საამაყო სკოლა გვაქვს, ნამდვილად ეფექტიმელები ვართ და მინდა რომ ეს სახელი ყოველთვის ღირსეულად ატაროთ, ღირსეულად გაიხსენოთ. ეხლა მაინც ცხენებს ნუ გაიხსენებთ რაღაცა ჭუბებს და შეყვირებს. ეს მიზანმიმართულად იყო ჩადებული, რომ თქვენ იქით ღირსეულები რომ გასწავლოთ. ვისე ჭუბებიან? შვილს ყველაზე მეტად დედა ხო ეჭუბება, რატო ეჭუბება? იმიტომ რომ უნდა ყველაზე კარგი იყოს. ჩვენც ამიტომ გეჭუბებოდით, რომ გვინდა და რომ საუკეთესო ყოფილიყავით და რაღაცა გვესწავლებინათ თქვენთვის და რაღაცა ესე ვთქვათ, მოგვეცა ის ძალა და ის გზა დაგვენახებინა და ის უნარი შეგვეძინათ თქვენთვის რაღაცა მოგხმარებოდით, რომ შემდეგ აი ამ დამოუკიდებელ გზაზე თქვენ უკვე მარტო შედგეთ, იმიტომ რომ აქამდე ყველა გვერდში იდგათ, დედა გეხმარებათ, მამა, ეხა ის დრო დადგა, რომ თქვენით უნდა გაიგულოთ ეს გზა და ჩვენ აქამდე ზურგიც გაგიმაგრეთ, ხარიც დაგიჭირეთ, ბევრი რამ გასწავლეთ და ეხლა იარეთ ამ გზაზე, იარეთ თავაწევრიებად, ამაყად დიდი სიყვარულით და ბედნიერებით. და რაღაც აქ ჩვენ დავუწყოთ ხოლმე. ეხლა სიმბოლურად რომ გაიხსენოთ, რომელი სკოლა დაამთავრეთ. პატარა ჯილდოები, სერტიფიკატები, ანა ნათაძე. Sabah